Edjak. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებათ ედთოქი ახალი ეპიზოდით. დღეს სტუმრად ყავს ძალიან საინტერესო ადამიანები და დღეს საუბრობთ ახალ MMA ორგანიზაციაზე, რომლის სახელიც არის რკენა. მოდი ჯერ ვნახოთ ვიდეო და შემდეგ უკვე გადავიდეთ უშუალოდ პროცესზე. ვნახოთ ვიდეო. მოკლედ ძალიან საინტერესო ვიდეო იყო და მე ძალიან მომეწონა ეს ვიდეო და მინდა რომ პირადად კომპლიმენტები ვთქვა ამ ვიდეოს შემქმნელების და იდეის ავტორების და ყველა შემსრულების მიმართ. გაგაცნობთ ჩვენს სტუმრებს. ანანო დოდელია, კრეატიული დირექტორი, რეჟისორი და ედვენის თანადამფუძნებელი არის ჩვენთან სტუმრად და გიორგი დოდელია, აღმასრულებელი დირექტორი, თანადამფუძნებელი კომპანია რკენას, ანუ ორგანიზაცია დავარქვათ და რომელიც ასევე წარმოადგენს სეტანტა სპორტს და მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯობა, კარგად. მადლობა ესეთი სულ წარდგენისთვის. ცოტა მეგრული ისქება. ხო, პირველად არის შემთხვევა, რომ დაძმა არის ერთმანეთის სტუმრად მოსული. მოკლედ ძალიან კარგი პოდკასტი. ძალიან საინტერესოა. მე ზოგადად ეგეთი ტრადიცია მაქვს, რომ ცოტა უფრო სიღრმიდან და შორიდან ვიწყებთ ხოლმე საუბარს, სანამ უშუალოდ ვიდეოზე და ამ კამპანიაზე ვისაუბრებთ. მე მგონი პირველი ყველაზე სწორი იქნება რომ დავიწყოთ საუბრით ორგანიზაციის შესახებ და მის როგორ შეიქმნა და საიდან რას ნიშნავს, თორე ხა ჩვენი მაყურებელი ვინც უყურებს, ხა რკენა ჩემთვისაც მხოლოდ ეს ვიდეოა და ნუ რაღაცა ჩემით რომ მივხვდი რა მელოდება წინ და ძალიან საინტერესოა უკვე მის მიღმა რა ხდება რა. კი ბატონო, ბევრი საინტერესო რაღაც ხდება. მოდი დავიწყებ იქიდან რომ როგორ მოვედით აქამდე. ეგეც რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ბევრი ასე თქვა სწორი დამთხოვა მოხდა ცხოვრებაში რომ ეს პროექტი დღეს ამ ეტაპზე არის მოსული. ნუ თავდაპირველად როგორც უმრავლესობა პროექტები იწყება რაღაცა უბრალოდ იდეით, შეიძლება ამ შემთხვევაში იყო ჩემ მეგობართან ერთად დამუშავებული დავით ჯანჯალიას, რომელიც fight business-ში იყო აქამდე და ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ორგანიზაციის შექმნის. მეორე ნაწილში არის უდიდეს ნაწილში სეტანტა სპორტსი, სადაც მე თვითონ მუშაობ უკვე ბევრი წელია და ეს ტრენდი და ტენდენცია რაც არის MMA-ის ზრდის რეგიონში პირდაპირ ხედავთ მაგ ყველაფერს. შესაბამისად გაჩნდა უკვე საჭიროება
იმ უდიდესი ტალანტებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას ყავს, რომ ყოფილიყო ორგანიზაცია, რომელიც ამ ებრძოლებს აიყვანს, გაზრდის, ხელს შეუწყობს და გზას გაუმარტივებს უკვე დიდი წარმატებებისკენ, რაც არის UFC, PFL და სხვა დიდი ორგანიზაციები რა. ხო, ну იდეა იყო რომ ვაკეთებთ MMA ორგანიზაციას, შემდეგ ამ ყველაფერში გვჭირდებოდა კრეატივი, სადაც მოვიხმეთ ჩემი და წავსწორად ჩემი და მოვიხმეთ. დაამუშავეს ასე ვთქვათ პირველადი ნაწილი რა უნდა ყოფილიყო სახელი, პრომო როგორ უნდა ყოფილიყო და უნდა გაგვეხსნა კომუნიკაცია. შემდეგ ეს ყველაფერი უკვე წავიღეთ სენატაში მენეჯმენტთან, ანუ ჯერ უკვე როგორც ანუ სახელი მოიფიქრეთ, სტრატეგია გააკეთეთ, რაღაც უკვე რაღაცა ფორმა ქონდა და მერე მივიდა, ხო? ჩონჩხი შეკროლე. წარმოდგენა შექმნათ ადამიანებს. ჩონჩხი შევკარეთ. ეს ვთქვათ გეგმა გავაცანით. რის შემდეგაც იქიდან ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა სეტანტა სპორტსიდან. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად რეგიონში სიტყვა სპორტი ეგრევე ასოცირდება სეტანტა სპორტსთან. შესაბამისად, დიდი ორგანიზაციები, რომელიც კიდევ ერთხელ ვთქვი, UFC, PFL, One Championship იქნება, ყველა ასე ვთქვათ გამადიდებელი შუშით უყურებს საქართველოს. იქიდან გამომდინარე, რომ ილია თოფურია ყავს, მერაბ დვალიშვილი ყავს, რომან დოლიძე, ჭიკაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათი დიდი ინტერესიც იყო, რომ ყოფილიყო რაღაც პლატფორმა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში, საიდანაც აღმოაჩენდნენ ტალანტებს და ასე ვთქვათ, მარტივად უკვე წაიყვანდნენ გლობალურ არენაზე რა. შემდეგ უკვე პროცესში ჩაერთო სენატ სპორტის გუნდი, რომელსაც სპორტის კეთება მაგუნდე კარგად არავინ არის მინიმუმ რეგიონში და ჩემი აზრით რეგიონს მიღმა. უკვე წავიდა მარკეტინგთან, უშუალოდ brand-ის სტრატეგია როგორ უნდა იყოს, როგორ უნდა გაიშალოს ეს ყველაფერი, კონტენტის სტრატეგიაში როგორ უნდა გადაითარგმნოს. მოკლედ დღეს მთელი სეტანტა სპორტსი ჩართულია ამ პროექტში. ownership-იც სეტანტა სპორტსის არის. უბრალოდ აქეთ ხარეს რაღაცა რგოლებს ვავსებთ, მაგალითად production-ის ხარეს, რომელიც კიდე რაღაც განსხვავებულ კრეატივს მოითხოვს და განსხვავებულ რესურსსაც. მოკლედ ესე დაკომპლექტა ეს გუნდი, რომელთაც უკვე გავყვებით ამ ახალ პროექტს და იმედია ჩვენ გეგმებს, იმედია რა უცლებად დავასრულებთ, რომ გავხდებით ჯერ რეგიონალურები და შემდეგ გლობალურები. და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ სპორტის განვითარებას. კი და ძალიან საინტერესო ალბათ ბევრი სპორტსმენისთვის ახლა რაც თქვი, რომ ახლა UFC რო უყურებს და აქვს მებრძოლებს საშუალება რო სიტყვაზე რაღაც ერთგვარი ტრამპლინივით იყოს რო აქედან დაიწყონ, ეგ ძალიან დიდი საქმეა, საქვეყნო ესე რო ვთქვათ. იცი რა არის, მე მინდა რომ კიდე უკან დავბრუნდეთ ახლა, კი რაღაცა შესავალი გააკეთა ზოგადი, მაგრამ ჩვენი მაყურებელი მიჩვეულია ზოგადად ძალიან დეტალებში, აი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის, აი კი შეიძლება ეხლა სხვათა შორისო თქვათ, რომ სახელი მოუფიქრეთ, იქ რაღაცა სტრატეგია ჩონჩხი შევქმნით რაღაც, მაგრამ ეგ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და ძალიან საინტერესო პროცესები არის და ძალიან საინტერესოა, აი როგორ მოვიდა დავალება თქვენთან, ხო, რაღაცა ძალიან ესე იდეის დონეზე შეიძლება უბრალოდ მოგიყვნენ და რა. ხო, და აი ეგ პროცესები რომ მოგვიყვეთ, აი საიდან გაჩნდა რა ინსაიტზე დადგა სახელი და ასე შემდეგ. კი ბატონო. რეალურად ხო პროცესი არასტანდარტული იყო მარტო იმის გამო რომ კლიენტი ძმა არის და ბევრ სიკეთესთან ერთად ასევე ისეთიც არ არის, მარტივიც არ არის, იმიტომ რომ რაღაც ბევრად დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ და გინდა რომ უფრო კარგი გამოვიდეს და უფრო კარგი გამოვიდეთ და ასე შემდეგ და როდესაც გიორგი მესიდია გაგვაცნო პირველი ხა ესე რაც გაჩნდა და აი ფიქრის დონეზე რაც დავიწყეთ რომ თუ რამე ან თუ ქართული ორგანიზაცია უნდა იყოს ყველა ვარიანტში ანუ რაღაც ქართული უნდა იგრძნობოდეს რა ანუ პირველი რაღაცა ესეთი წარმოდგენა რო თქვათ მე უკვე ბრენდინგზეც და მე უკვე კამპანიაზეც ეგ იყო რომ უნდა იყოს ძალიან რა თქმა უნდა ძალიან თანამედროვე მაგრამ უნდა იგრძნობოდეს ეს ქართული ხასიათი იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ რომ საერთაშორისო ბაზრისთვის უნდა ვიყოთ საინტერესოები, უნდა ჩვენი რაღაც ნაწილი ჩავდოთ და ვაჩვენოთ, იმიტომ რომ
ესეთი ერთნაირები ბევრია და ამერიკულებიც და განაცხადი. ევროპულებიც და შესაბამისად წავიდა, ნუ სახელზეც მაგიტო წავედით, რომ ყოფილიყო რაღაც ქართულ, იმაზე რა ქვია, ძალიან კარგი ჟღერადობის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართულ ხასიათს ატარებდეს და თან ფილოსოფიურადაც ახლოს ყოფილიყო და თვითონ რკენა ნიშნავს რაღაც კაცს ჭიდებას და მე ამის რაღაც სხვა გაშლებიც არის, რაღაცა ჭიდაობის რამოდენიმე რაღაც სახეობასაც ერქვა, სადაც უფრო თავისუფალი ჭიდაობა იყო და ეს სიტყვა რომ მოვიფიქრეთ, თავიდან ეგ იყო რაღაც რკენა როგორ ჟღერს და გვახსოვს ეგ დებატები მქონდა რა რკენა და მე ვიღაცამ არ თქვას რკენა და რაღაც, მაგრამ აი ჩვენ თვითონაც რო დავიწყეთ ამის გაჟღერება, მივხვდით რომ ნუ სახელი ეგ იყო. მეორე ეტაპი რა თქმა უნდა იყო, რომ ვიზუალური ბრენდინგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და აქაც ჩავერთვეთ სალი ნიკოლაიშვილი, არის დირექტორი, რომელმაც ამ ბრენდინგშიც რაღაც ძალიან ბევრი ქართული ჩადო რა, ესე რომ შეხედავ ხარ რკენას ნამდვილად ისეთი თანამედროვე ვიზუალია, თუმცა ის წითელი რა წითელიც არის ქართული რაღაცნაირი ქართული წითელია და რაღაცნაირად ეგ ხაზი რომ რაღაც შავ-თეთრის და წითლის კომბინაცია რაღაცნაირად სალიმ ამ თავისი ბრენდინგით მოგვცა და ჩვენც მე კამპანიაში და ფიქრში ძალიან გავითვალისწინეთ. შემდეგი ეტაპი იყო უკვე ხო ვიდეო რგოლი და ძალიან საინტერესო არის გუნდზე მინდოდა მეკითხა რამდენი ადამიანი ხართ ედვინის ასე ვთქვათ მოწყობა რა პროფესიებად არის დაყოფილი და რა კატეგორიაში ხართ ზოგადად? ხო, ანუ ედვენი ეს არის კრეატიული პროდაქშენი. არტივად რომ ავხსნათ. ანუ ედვენში კეთდება იდეაც და კეთდება პროდაქშენის. თუ იდეა კეთდება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს პროდაქშენს რა, რაღაც ესეთი კონფიგურაციით. ხო, ანუ რაღაცა დიჯიტალ ხო, აი პოსტებს არ მოიფიქრებს. ხო, რაღაცა ჩვენთან რაღაცა კარგი დიზაინერები, ანუ კამპანიის ფარგლებში თანამშრომლობთ იმ ადამიანებთან, ვისაც ვთვლით, რომ ამ კამპანიაში შეუძლიათ, რომ კარგი წვლილი შეიტანონ რა. ძირითადი მიმართულება ჩვენია პროდაქშენი და იდეა, რომელიც მოითხოვს მოკლედ პროდაქშენის აღსრულებას. არ ვარ დიდი თიმი, 10 კაცი ვართ. მაგრამ რაღაცნაირად ძალიან შეკრული გუნდი, იმიტომ რომ უმრავლესობა ვართ დამფუძნებლები, ოპერატორიდან დაწყებული პროდიუსერებიდან და შესაბამისად ეს ownership იმდენად გვაქვს, რომ ძალიან შეკრულად და ისე მობილურებიც ვართ რაღაცა, რადგან ეს არ გადის, მაგალითად იდეა როცა მოდის ედვენში, იდეაზე ფიქრი როცა ედვენში ხდება, შესაბამისად იქ თავშივე ოპერატორიც კი არის ამაში ჩართული და თავშივე პროდიუსერიც არის და როცა ესე სტანდარტულად მიუყვები რეალურად დაწერილი იდეა მიდის მე რეჟისორამდე, პროდიუსერამდე, ასე შემდეგ და ჩვენი პლუსი მე გონია რომ აი იმდენად აი ყველა დასაწყისიდანვე არის ამ ყველაფერში ჩართული და ძალიან ბევრი გინაც იდეების ნაწილში ხო ხა ძალიან ადამიანი როცა ყავს რომელიც არის რაღაც დამდგმელი ოპერატორი და სცენარს წერს და შემოვა ოთახში და სიტყვა შემოგაწევს რომ აუ ესე კი არა ესე აუ კარგი იქნებოდა ნუ ბევრად კომფორტულიც არის და ნაყოფიერიც გამოდის და შედეგიც კარგი იდება ხოლმე და ნუ მე რო გადავით ამ პროდაქშენის ნაწილზე აი პირველი ანუ პრინციპში სახელი რომ მოვიფიქრეთ რაც მეორე დღეს ვიცოდით მუსიკა რა გვინდოდა რა ეს მუსიკა რომ მოვიფიქრეთ რომ ყოფილიყო რევაზლაღიძის საჭიდაო აი თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და რა უნდა იყოს ეს ვიდეო რგოლი თუმცა მანდ ეხა ბევრი წინაპირობა არის მოლაპარაკებები უნდა მაწარმო ლიცენზია ანუ დაგთანხმდებიან არა დაგთანხმდებიან და როცა მივიღეთ თანხმობა რომ კი შესაძლებელია ამის გამოყენება და ლიცენზიის მიღება გადავერთეთ მოკლედ სრულად ამ ანუ ფაქტიურად ხო სცენარი იწერებოდა ამ შემთხვევაში მუსიკაზე რეალურად და ეხაც რომ ვიდეო რგოლს რო უყურებ რაღაც ბევრისგან მსმენია რომ გეგონება ანუ ეს როგორ მებრძოლები რაღაცა უსმენენ ან ცეკვავენ რაღაცა ხო ყვებიან ტემს და მანდ ერთ ისიც არის რომ სავარაუდოდ რევაზლაღიძის საჭიდაო ზუსტად მაგ განწყობაზეც არის დაწერილი და ანუ მაგიტომაც არის ესეთი გენიალური ნაწარმოები რომ ეგ განწყობა და ეგ ტემპი და რითმი რაც არის ძალიან უხდება ამ სპორტის სახეობებს რა და დაიწყო სცენარზე მუშაობა საკმაოდ რთული პროდაქშენი იყო იმიტომ რომ ბევრდღიანი გადაღება იყო
და გვინდოდა რომ რაღაცნაირად ეს ლოკაციები ყოფილიყო ძალიან მრავალფეროვანი, რაღაცნაირად დატვირთული, იმიტომ რომ თვითონ რაღაცნაირად ედვენის სტილიც ხოლმე ყოველთვის რაღაც განსხვავდება რა. გვიყვარს როცა რაღაც ვიდეო რგოლს აქ რაღაც რო უყურებ ცოტა ფილმის ხასიათი მოაქვს და ეს ყოველთვის რაღაც ძალიან ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული, რომ მოკლედ ეს შექმნა. და მოკლედ დავიგეგმეთ უკვე ამ სცენარის ნაწილზე. სცენარი რო გაკეთდა, მერე უკვე სეტანდას გუნდთანაც რაღაცები გადავიარეთ და ცოტა ჩარჩოები თავიდან როგორც ხდება ხოლმე რა. ხო და ეგ მაინტერესებს, ანუ ეს იდეა ერთია, რომ ეს ქონდათ უკვე რაღაც წარმოდგენილი მონახაზი და როგორც ახსენეთ, სეტანტა უკვე ჩაერთვა მარკეტინგულ ნაწილში აქტიურად. თქვენ უკვე მოუყევით ეგ იდეა, როგორც უკვე რაღაცა დრაფტ, ესე რომ ან პრინციპში სცენარი იყო, ხო. ხო, ანუ აი რა ნაწილში, ანუ რა ტრანსფორმაცია განიცადა მოკლედ იდეამ სეტანტასთან ერთად. ხო, ანუ სცენარი რეალურად ხო ტრანსფორმაციას განიცდა, იმიტომ რომ საკმაოდ ესენიც ძალიან პრეტენზიულები არიან და ბევრი ის დამტკიცება გვიწევდა. მაშინ რა ქვია, ბატონ გიორგისთანაც ბევრი დამტკიცება გვიწევდა, იმიტომ რომ რეალურად ესე რომ აიყო ახლა კიდაც მუსიკა, კიდაც ის სცენები, რაც ჩვენ წარმოდგენილი გქონდა, იყო რომ აი ძალიან ქართული ხო არ არის. იმიტომ მაგის ახსნაც თუ მე რაღაც კოსტიუმი არ წარმოიდგინე, თუ გარემო არ წარმოიდგინე, თუ ის მუსიკა ის გადაკეთებული ვერსია არ წარმოიდგინე, ცოტა რთულია. ხა მით უმეტეს ადამიანის, რომელიც ესე აქტიურად სფეროში არ არის რა ჩართული და ბევრი დამტკიცება გვიწევდა, მაგრამ ნუ ეგ იყო რომ თუ გვენდობი და ნუ გიორგიც გვენდო. შესაბამისად, ანუ სცენარი უკვე ფაქტიურად გაკეთებული იყო, თავის რაღაც ლოკაციებით და ასე შემდეგ და უკვე პროცესში ჩაერთო სეტანტა. რა ნაწილში ძირითადად ეგეც ძალიან გასაგებია, იმიტომ რომ რაღაცა კრეატიულ მხარეს კიდე შეიძლება რაღაცები გინდოდეს, რაღაცა შინაარსები ჩადო უფრო მეტი, მაგრამ სადაც არის სპორტი და სადაც არის თქვათ უფრო დიდი კომპანია, რაღაცა ჩარჩოები არის რა, შეიძლება რაღაცა თემები ან რაღაცა სიტუაციები უფრო ნაკლებად რაღაც сейფ იყოს რა. მსგავსი რამოდენიმე სცენა იყო, რაც ჩავანაცვლეთ, ცოტა რაღაც ადაპტაცია გავუკეთეთ და მოკლედ ამის მერე დაიწყო გადაღება. თუმცა პარალელურ რეჟიმში მუშაობდით მუსიკაზეც. რაც აი ერთი დიდი სიამოვნება იყო. ავირა საუნდი, ნიკა კოჩაროვი, აჩიკო და ნატა. აქედანაც მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად რომ გავდიოდით ქოლებზე რა ხასიათი უნდა ყოფილიყო. ცოტა ექსპერიმენტულიც იყო რა, იმიტომ რომ ხა ნაწარმოები მარტო ესეთი დიდი ნაწარმოებია რეალურად და თან რო ძალიან გაათანამედრო, ცოტა ისეთია, სარისკო. და პირველივე დრაფტი რო ჩააგდეს, აი პირველივე რო ჩააგდეს, ეგ არის დღემდე რაც ადევს. აი არაფერი არ შეცვლა. არაფერი არ შეცვლა. რეალურად ერთადერთი პროცესში ვთხოვდი, აქ ცოტა გავზარდოთ, იმიტომ რომ კადრებს გვჭირდება, ცოტა ბოლოს მოვუმატოთ რა, იმიტომ რომ იმდენად კარგი იყო და თან რაღაცნაირად ეს დრაფტი რო ჩააგდეს, ჯერ დიდი პერიოდი იყო გადაღებებამდე და სულ რო უსმენ და ყველას რაც ჩვენთან სააგენტოში და პროდაქშენში ყველას რო არის აქ რო რაღაც წარმოდგენასაც მე უფრო იმასშება. ნუ ტექსტის ნაწილი ცოტა ესეთი ისტორია არის, ცოტა სასაცილო, ნუ რა სასაცილო ისტორია არის, იმიტომ რომ ხა ტექსტზეც ვფიქრობდით, რომ ხა ტექსტიც უნდა იყოს შესაბამისი და ნუ რაღაც იქ ვფიქრობდით, ვინ შეიძლება გააკეთოს, როგორ შეიძლება გააკეთოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ან რადგან რეალურად ტექსტის სცენარს მიყვებოდა, რაღაცა ვერ გამოგვდიოდა ეს თანამშრომლობა რა, იმიტომ რომ სცენარი უნდა მოეყოლა ამ ტექსტს რა, ეს უბრალოდ სიმღერის ტექსტი არ იყო და მოკლედ ეს ტექსტი რაღაც შიგნით ედვენში დაიწერა აბსოლუტურად შეუსაბამო ადამიანების მიერ და პირველი რეაქცია იყო რომ შეუსაბამო ადამიანების ხო ანუ რაღაცა სიმღერის ტექსტზე დარწმუნებული ხარ რომ რაღაცა სიმღერის ტექსტზე წერს ის ადამიანი ვინც ტექსტს რაღაცა ხო და ანუ რაღაცა პროდიუსერი კოპირაიტერი იქ მეს და რაღაცა და ძალიან სასაცილო პროცესი იყო იმიტომ რომ ეს მუსიკა ანუ ვერ დაწერდი რა, უნდა გემღერა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ხა დაწერილი რითმა ვერ გამოგაქ. ხო უნდა გადაგვეგზავნა ნიკასთვის და ჩისთვის, რომ აი ესე იმღერეთ და ძალიან მონდომებით ჩავწერეთ ჩვენი ვერსია ამ სიმღერის და რომ ჩავუგდე ჩაჩი, პასუხი იყო აი ანც ჰა კიან ანც კარგია. ლაიქ. მან კომუნიკაცია მორჩა და უბრალოდ
თავისი ვერსია მე გამოგვიგზავნა, თავარი გავაგებინეთ რა გვინდოდა. ხო, კიდე რა შეგვიძლია ხა პროდაქშენის ნაწილში. ნუ პროდაქშენში ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა ხა მებრძოლებთან კიდე ცალკე ამბავი იყო, ცალკე პერსონალიტი არიან ეს ადამიანები და რაღაცა საოცრად გაოცებულები ტავშით ამ მებრძოლებით და თვითონაც ცოტა სკეპტიკურად იყვნენ თავიდან ხოლმე რა მომენტებში გადაღებული რაღაც ეს რომ უნებით რომ მოდი ახლა თქვი გული რკინისა უნდა და რატომ თქვა გული რკინისა უნდა კადრში ხო რაღაც ისე ეგონა და მე რაღაც კადრებსაც რო აჩვენებდით ხოლმე მე უკვე რაღაცა მოდიოდნენ მაგ დობაში რომ რაღაცა კარგი გამოდიოდა და პატარა ისინიც გაიარეს რეპეტიციები რეალურად იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი გმირით იხსნება ვიდეო რგოლი ჩვენმა პროდიუსერებმა მოახერხეს, რომ ეს მოგეთ გურჯანში არის ეს ლოკაცია და გავსეს ამ ადამიანებით და ყველას ვაყვირებინებდით, რომ ზუკა რაღაც უნდა ეყვირათ და ზუკას ამ სახელს ყვიროდნენ და ჩვენი მებრძოლი რო შედიოდა, მაგარი რეპეტიცია გავიარებ, იმიტომ რომ აი ამდენი ტელი ის გუგუნებდა და მოკეთ ძალიან ის იყო რეალურად აბსოლუტურად მარტივი პროცესი არ იყო, თუმცა ეხლა რაც შეიძლება საინტერესო ჭირდეს თვითონ ან მარკეტერებისთვის ან ამ სფეროში მოღვაწეებისთვის რატომაც გამოვიდა ვთქვათ ეს რგოლი კარგი ის იყო რომ ქონდა კარგი თავისუფლება რა საბოლოო ჯამში და ანუ რაღაცნაირად გიორგი ცეტანტაც ანუ რაღაცნაირად ნდობას რო გიცხადებენ რა მიდით და გააკეთეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გინდაც ჩვენ აი იმ კონკრეტულ გადაღებებზე, როცა ხარ შენი გუნდით და რაღაცნაირად ეგრეთ თავზე გადადებული რო აქვს ყველას ადამიანებს და მარტო დედიკეიტით ამ საქმეს რო აკეთებენ და კლიენტი რო არ დგას და კითხვა პასუხში რო არ იხარჯება რა და მართლა იმას აკეთებ რაც გინდა რო გააკეთო. რეალურად მე რომ მკითხოთ შედეგი მაგიტო შედგა რა და ხო და რაღაცნაირი ქართული ის აი ეგ კარგად ჩანს ამ ვიდეო რგოლში რა ეს რაღაცა სულის კვეთება და ეს მელოდიაც მაინც რაღაც ეგეთ ეგეთ დუხზე მოდიხარ ეგეთი ის არის რა ეგეთი ვაიბი აქვს რა მოგინდება ჩხუბში ხო კი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის ამ მიმართულებით და მე ეგეთ კითხვა მქონდა რამდენად კომფორტული არის პირველი კოლაბორაცია დაძმის თუ ქონია გადაგკვეთა პირველი ნამდვილად არ არის ნუ აი ესე არ გადავკვეთილ ძალიან კომფორტული არის იმიტომ რომ ვინდობი ყველაზე მნიშვნელოვანი არის. ვიცი რა შეუძლია და თავისუფლად შემიძლია ვთქვათ ყველაფერზე საუბარი რა მომწონს, რა არ მომწონს. რიგ შემთხვევაში მარწმუნებს, რიგ შემთხვევაში მე ვარწმუნებ და რაღაცამდე მივდივართ ესე საერთო ხედვით რა. ამიტომ პირიქით მეგონი კაია რა, კომფორტული. ხო, მე უფრო მგონია რომ აი ძალიან დავფიქრებულა რა ამ თემაზე, იმიტომ რომ ესეთი კომფორტული როცა არის პროცესი, რომ აი მე გინდა რომ იქნებ შემდეგში გამომივიდეს კლიენტთან ესეთი ტიპის ურთიერთობა რა კარგი იქნებოდა და რეალურად ანუ ეგ არის კარგი, რომ ჩვენ ხო ერთმანეთს არ ვეჭიბრებით. ანუ მე და ჩემი ძმა ერთმანეთს არ ვეჭიბრებით. უბრალოდ ორივეს мотиваცია რომ კარგი გაკეთდეს და რაღაცა ეს სტაფში კლიენტთან რაღაცა მანდ უფრო ცოტა მიდის ხო რაღაცა იქ ეგოს საკითხებია, რაღაც ის დამტკიცების საკითხებია, თორე სამსჯელო და საკამათო იმდენი გქონდა, რომ უბრალოდ შენ მარტივად იმაშვები რა, ანუ ძალიან ბევრჯერ ძალიან ბევრჯერ წყობიდანაც გამოსულვარ, რომ არა ესე, არა ისე, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ ეს რომ თუ ამის დამტკიცებელი საბუთო ჩვეულებრივად როგორც აი კლიენტს ისე უდგებოდი რა, რომ მაგალითად აი რაღაცაზე იყო ხო ეს შეიძლება რაღაცა კრინჯი იყოს და მე რაღაც დავსერჩავდი მილიონ რაღაც ეგ აი კონკრეტულად მაგ საკითხის ვიდეოს და უგდებდი აბა ნახე ეს ესეთია და ანუ მე რო ნახულობდა ხო თუ ეს აქეთ მიდიხართ ესე იგი ესეთი არ იქნება შესაბამისად ალბათ ეგ იყო რა ეგ ყველაზე დიდი კომფორტი რომ უბრალოდ ორივეს გინდათ რომ კარგი გამოვიდეს და ნუ რა თქმა უნდა ხა ჩვენი სააგენტო ნამდვილად შემიძლია თქვა რომ მაგით გამოირჩევა რომ ეგ მომენტი არ გვაქვს ხოლმე რა რაღაცა არც კლიენტთან ახლა ჩვენი კლიენტები გვიყურებენ და მეტახმებიან რომ აი ეგ რაღაცა ჯიბრის ან აუცილებლად უნდა გავიდეს ეს მომენტი არ გვაქვს რა ანუ რაღაც დათმობებზეც მივდივართ რაღაცნაირად შეგვიძლია რომ ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე როგორ გავაკეთოთ რა გავაკეთოთ და ეს ფაქტორი ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი და ну ეხლა ამ ეტაპზე უკვე რომ გადავედით უკვე გიორგის ჩამოვცილდით და გადავედით უკვე სეტანტას გუნდთან, აქაც ძალიან კომფორტული არის, იმიტომ რომ
რეალურად ამ ადამიანებმა იციან უკვე ეს ყველაფერი როგორ გაიტანონ დიდ მასშტაბზე და ვფიქრობ ამ კამპანიას და იმსახურებს რომ გავიდეს რა დიდ მასშტაბზე და ეხაც რაღაცებს ვლაპარაკობდით უკვე ცოტა დამიწდება, იმიტომ რომ ეგ რეალობის შეგრძნება ძალიან საჭიროა რა. რაღაცა აქ ვიფრინეთ, ხა გავიცნოთ ეს ადამიანები რეალურად ვინ არიან და ძალიან კომფორტულია ამ საკითხში მათთან მუშაობა. ხო, ну ერთია რომ მე ძალიან მომეწონა ეს ვიდეო რომ ნახე რა ერთი ორჯერ სამჯერ ჩავრთე უყურე რომ მე მიყვარს ხოლმე რომ რაღაც ახალი რომ გამოდის ჩვენი პოდკასტის ფორმატიდან გამომდინარე მე ძალიან დიდი ინტერესით უყურებ ხოლმე ამ ვიდეოებს და პირველი რაც გავაკეთე ეგრევე ну რაღაცა ბეკის მივწერე რაღაცა რა კარგია რაღაცა ასე შემდეგ და ანუ ეგ გრძნობა და ამიტომა რა რომ აი ძალიან იშვიათად რომ რეკლამამ მოდი ესე დავთქვათ რომ ეს არის რეკლამა და ეს არ არის რაღაცა ეროვნული რაღაცის ვიდეო ხო რეკლამამ გამოიწვია ესეთი რამე რომ მე მაიძულა ბევრჯერ მენახა მე ისევ იმიტომ რომ ის განცდები გამეორებულიყო ჩემში და ძალიან მარტივია თქო ვერ ვიტყვი ძალიან რთულია მის გაკეთება რომ ეგ ადამიანში გამოვიწვია ზუსტად გადმოცემს ჩვენი ორგანიზაციის სათქმელს რა აი თავიდან ბოლომდე იმ რაღაც სულისკვეთებას თვითონ ამ სპორტის სპეციფიკას გონია რომ რაღაცა ზუსტად მიდის ადამიანები და ზუსტად მინდოდა ეხა გადმოსულიყავი აი ამ ორგანიზაციაზე უფრო მეტი გვესაუბრა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ეხლა ჩვენი ვიდეო რო შემოხვდათ ადამიანებს და ცოტა კითხვები აქვთ ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ბევრისთვის შეიძლება რაღაცა დამატებითი ინფორმაცია იყოს ძალიან საინტერესო ხო თქვენი ასე ვთქვათ თქვენი პირიდან მოყოლილი და ძალიან საინტერესოა რა საპირებთ რას უნდა ველოდოთ გეგმები როგორია და ასე შემდეგ აი რაღაც უფრო დეტალებში თუ შეიძლება გაჟღერება რა თქმა უნდა სადამდე შემიძლია იქამდე გავაჟღერებ ყველაფერს რა ну იდეაში გეგმა საწყისშივე არის რომ ეს არის რეგიონალური ორგანიზაცია ოღონდ ჩვენ გვინდა რომ საქართველოს ვაქციოთ MMA-ის ჰაბად ესე რომ ვთქვათ და თავარი ივენთები საქართველოში ჩატარდეს თუმცა არ გამორიცხავს იმას რომ წავიღოთ ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში და ვიმოგზაუროთ. თუნდაც ცენტრი ამ ყველაფერს იქნება საქართველოს და სეტანტა სპორტი. იმიტომ სეტანტა სპორტით საქართველოსთან აკეთებს ამ ყველაფერს ამ კონტენტს შლის უკვე ამ 14 ქვეყანაში რა. უშუალოდ პირველ ღონისძიებაზე ჯერჯერობით ბევრი ინფორმაციას ასე ვთქვათ ვერ გავცემ, იმიტომ რომ მთელი კონტენტი იცით თარიღი როდის არის ეს? კი, 29 ნოემბერი არის თარიღი. ოკეი. რა იქნება, სად იქნება და როგორ იქნება, შეგიძლიათ გამოიწეროთ შენს არქივები და ყველაფერს გაიგებთ. ну, რაც დასამალი არ არის, იმიტომ რომ მაგით იხურება ეს ჩვენი ვიდეო რგოლი, რომ მერაბ შარიკაძე იქნება ერთ-ერთი მებრძოლი ამ ღონისძიებაზე, რომლის ტრანზიცია სპორტიდან სპორტში ძალიან საინტერესო არის. ასევე ის ისტორია თუ რატო აღარ არის მერაბი ზოგადად რაგბში და ესე საქართველოსთვის კაპიტანი, ამდენი წლის კაპიტანი, ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი, სად გაქრა? აქამდე არანაირი კომენტარი არ გავუკეთებია არასად, არც ერთ მედიაში, არც ქართულში და არც უცხოურში. და მისი ერთ-ერთი თავარი мотиваციაც ეგ არის, რომ არ უნდა ესე უბრალოდ გაქრეს და წავიდეს, უნდა რომ თავის გულშემატკივრას მაყურებლებს მოუყვეს ისტორია და არა როგორც დამარცხებული, არამედ გამარჯვებული წავიდეს რაგბიდან და გადავიდეს სხვა სპორტში რა. ძალიან საინტერესოა ერთი სული მაქვს მოკეთ მაგის ნახვის. ეგ ცალკე ამბავი არის. ამბავი არის ძალიან საინტერესო. ხრობელია თვითონ მერაბი, რომ რა ვიცი, როცა ყვებოდა და გვიზიარებდა ამ ისტორიას, ვიჯექით და ერთი რაც გამიჩნდა აზრი ეგ იყო, რომ ამას სცენარისტი არ ჭირდება, იმიტომ რომ ისე გადადიოდა თემიდან და გადმოდიდა, რომ ვიფიქრეთ, რომ ვუყურებდით ნამდვილ ფილმს. და ძალიან კარგი მთხრობელია და ამას საუკეთესოდ გააკეთებს. კი, აუცილებლად საუკეთესოდ გააკეთებს და ამის გარდა ყავს ძალიან პირდაპირ შემიძლია ვთქვა ძალიან ბევრი ტალანტი უკვე ორგანიზაციაში. რომლებიც ცოტა სხვანაირ გამოცდილებასაც მიიღებენ, რაც უკვე მედიას ეხება და ამის გაშუქებას ეხება და რაღაცა კონტენტში მათი თავის დანახვას.
აა ანუ რაღაც პერსონალურ ბრენდზე კი. მუშაობასაც ასე ვთქვათ აუცილებლად. ოღონდ ჩვენი სტრატეგია არის რომ თავს თუ გამოიჩენს მებრძოლი, პროფესიონალის თუ დაგვანახებს, გაუფორმდება მულტი კონტრაქტი, სადაც რის მერეც უკვე მთელი ეს გუნდი რაც ვილაპარაკე და სპორტის, კონტენტი იქნება, მარკეტინგი, ბრენდი თუ ის იქნება. ჩაერთვებიან ამ ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში ფაქტიურად, ვარჯიშის გარდა რაც ამ ადამიანს სჭირდება. და თითოეულ ადამიანს ვაქცევთ ბრენდად. შეუქმნით პლატფორმას იმისთვის, რომ უკვე გადავიდნენ სხვა ეტაპზე თავის კარიერის და მოკლედ ეს არის რაღაცა. ხო, რაღაც ბევრის ოცნება არის ალბათ ახლა ვინც ამ მიმართულებით არის. მე და მაინტერესა გამიჩნდა ეგეთ ლოგიკური კითხვა ალბათ ჩვენს მაყურებელსაც გაუჩნდება. როგორ ხდება, აი რაღაც მე ვარ რაღაც მებრძოლი, დავინახე ეს ორგანიზაცია, არავინ შინაური დაახლოველი არ მყავს სეტანტასთან მიმართებაში და მინდა რომ წევრი გავხდე ამ ორგანიზაციის. ანუ რამე ეტაპები არსებობს თუ აი როგორ აკეთებ შერჩევას არ ვიცი. ნუ მან თავარი შერჩევის კრიტერიუმია რას აკეთებ ოქტაგონს. პირველ რიგში არის რამდენად პროფესიონალი ხარ, რამდენად გინდა რომ ამ სპორტში დიდ წარმატებებს მიაღწიო. ყავს ჩვენი გუნდი, რომელიც matchmaking-ს აკეთებენ და აგენტებს ესაუბრებიან. ამიტომ მარტივად იდეაში მარტივად შეუძლიათ სოციმედიის ქსელების საშუალებით თუნდაც რაღაცა კონტაქტზე გამოვიდნენ. შევესწრეთ მაქსიმალურად ყველა შანსი მივცეთ, თუმცა რა თქმა უნდა ყოველს უნდა დამტკიცება რა. ესე აი და მოვედი, ესე არ იქნება ეს მომიდა რა, ხუბი მომინდა და შარժეში არ იქნება რა. ხო, არსებობს, მით უმეტეს არსებობს საქართველოშიც და რეგიონშიც ლოკალური ორგანიზაციები, რომელთაც საქართველოში უკვე ძალიან დიდი სამუშაოები გაწიეს MMA-ის პოპულარიზაციის მიმართულებით, ძალიან ბევრი სპორტსმენი აღზარდეს. შესაბამისად, ჩვენ თანამშრომლობთ ყველასთან, ყველა ორგანიზაციასთან. არ ზღუდავთ არავის და არ ვკეტავთ ჩვენს ორგანიზაციაში, პირიქით, გვინდა რომ უბრალოდ ამ ადამიანებს დამატებით რაღაც საშუალებები გაუჩინოთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ რა. შეიძლება იყოს, არ ვიცი, უფრო ბიზნესის დაინტერესება, შეიძლება იყოს უკვე სპორტის კონტაქტების საშუალებით დიდ ორგანიზაციებთან საუბარი გაყვანა უკვე იმ დიდ ღონისძიებებზე. ამიტომ ხო უბრალოდ საჭირო იყოს პროფესიონალი, უნდადეს MMA კარიერა, მზად იყოს რომ MMA-ის კარიერა ოქტაგონს მიღმა და ვარჯიშის მიღმა კიდე ბევრ რაღაცას მოითხოვს. და ენდონ ჩვენს გუნდს, და სპორტის გუნდს რომ აქ რომ მოვლენ, უკვე მათი კარიერა რაღაცა სხვა ეტაპზე გადადის და მაგზას ჩვენ გავუყალავთ. მოკლედ მიზანი ეგ არის, მოკლედ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, იგივე პირველ ღონისძიებაზეც სახელდაგვარებს არ ვიტყვი, თუმცა იქნება 9 ქართველი მებრძოლი. და 9 მებრძოლი მთელი მსოფლიოდან, ეს მოიაზრებს ბრაზილია, ფინეთი, ესპანეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, უკრაინა, პოლონეთი. იქნებიან UFC-ის ოფიციალური მსაჯები, რათა ყველაფერი ზედმიწევნით წესების დაცვით იყოს შესრულებული. ანუ ქართული მსაჯობა არ გიყვარდება ამ შემთხვევაში. ხო, ქართული მსაჯობაც იქნება, მაგრამ არა ამ ბრძოლაში. ხო. ასევე ენაუნსერი გამოცხადებელი, რომელიც PFL-ის გამოცხადებელი არის ბრიტანელი. მოგეთ ყველაფერს ვცდილობთ ჩვენ რომ შევქმნათ ის ეკოსისტემა, სადაც მებრძოლი იქნება კომფორტულად და იქნება ყველა გზა და ყველა შანსი იმისთვის, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს. იმიტომ რომ აქამდე ის მებრძოლები, რომელსაც ჩვენ დღეს უყურებთ და მოგწონს ქართველები და არაქართველები, ყველა დანართული გზაა გავლილი. იწყება ეს ემიგრაციით, შემდეგ დარბაზში, რა ვიცი, ხვეწნით დაწყებული ვარჯიშით. მოკლედ ძალიან რთულ გზას გადის, არა მარტო ქართველი, ზოგადად ამ სპორტ MMA-ის მებრძოლი და სპორტსმენი იქამდე რომ იმ წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ ეს შევამსუბუქოთ, გავუმარტივოთ, პლატფორმა მივცეთ, რასაც სცენა და სპორტი გვაძლევს უდიდეს შესაძლებლობებს, რომ 14 ქვეყანაში ეს ყველაფერი მივიტანოთ, გავაშუქოთ და ვაჩვენოთ ადამიანებს. დანარჩენი უკვე მათზე არის. ჩვენ ხელს შევუწყოთ ყველანაირად. გვაჩვენეთ ოქტაგონზე რა შეგიძლიათ. თენი უკვე ეგეთი ის არის.
იცი რა არის, მე მინდა ცოტა უკან გადავიდე, იმიტომ რომ ადრე ჩვენ სეტანტა ყავდა სტუმრად, სადაც რაღაც უფრო რაღაც შიდა მარკეტინგ რაღაც მოწყობაზე ვსაუბრობთ და ასე შემდეგ და იქ მახსოვს, რომ კითხე ეგეთი შეკითხვა, რომ აი სააგენტოებთან თუ იმუშავებდით მეთქი და რაღაცა აი ძალიან ესე თქვეს, რომ აი ღია ვართ, ვითაც გაუხარდება რაღაცა და ეს რა თან რო არ უხარია მაგ კითხვაზე პასუხისგაცემა, მაგრამ მოკლედ ან ძალიან საინტერესოა ედვენის და სეტანტას აი ეს რაღაცა კოლაბორაციის გამოცდილება, არ ვიცი, აი სეტანტას მხრიდან იქნება ეს თუ თქვენი მხრიდან, აი ძალიან საინტერესოა მაგ გამოცდილებაზე, აი აუთსორსზე ემუშავეთ რაღაცა კომპანიას, მიიღეთ ესეთი პროდუქტი, როგორც წესი მაინც რაღაცა შიდა ძალებით კეთდებოდა ხოლმე აქამდე ეს მიმართულებები და ერთი-ორი სიტყვა მაგასაც შევახოთ, რომ აი სხვა ხო, ჩვენს ბრენდებმაც თქვა. ფოტოშოპს ქონდა შეგება ზედათასთან მანამდე. ალბათ ხო, სულ რამოდენიმე კამპანია ქონდათ ეგეთი, მე რაც მახსენდება ხო და ნუ ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით და ძალიან კომფორტულად ვიმუშავეთ მაშინ, აი ნაყოფიერად, ყველანაირი პრობლემების გარეშე და რაღაც ძალიან იზი წავიდა ეს პროექტი და ეხლაც რეალურად ის ხდება, ანუ ეხლა რა ეტაპზეც ვართ, რადგან ეს არასტანდარტული გზა იყო, ეხლა რა ეტაპზეც ვართ, ძალიან მარტივია და ძალიან გუნდურად ანუ კეთდება. ეხლა როგორც პროდაქშენი ეგრე ეხმარებით თუ იდეურ ნაწილშიც ერთვებით რაღაც კუთხით? კი, ერთვებით, იმიტომ რომ რეალურად რაღაცა ეს ხაზი, ეს ვიზუალური სტილი, რაღაცა თვითონ სეტანტასაც უნდა რომ გაგრძელდეს. რაღაც კიდე სხვა ჩაშლებშიც იყოს რაღაც გამოყენებული და რაღაც მაგნაწილში ვკოორდინირდებით, ერთობლივათაც ვაკეთებთ რაღაცა, ანუ რაღაცა მერაბის მთელი ხაზი რაღაც ერთობლივი ძალებით იქნება, იმიტომ რომ თვითონ სეტანტასაც კრეატიული გუნდი ყავს ცალკე რაღაცა დიდი ჟურნალისტური გამოცდილებით და შესაბამისად რაღაც მარტივად საკმაოდ მარტივად ლაგდება ეგ პროცესი ახლა. რაღაცები არის, რაშიც აბსოლუტურად ჩართულები არ ვართ და რეალურად ეგრეც უნდა იყოს. მაგალითად რაღაც ძალიან ბევრ პლატფორმაზე ეს კონტენტის იქნება რაღაც ზღვა რაოდენობა რეალურად რა და თვითონ სეტანტას შეუძლია რომ ეს ამხელა მასშტაბი აწიოს ვიდრე თქვათ ედვენის ატკაციან გუნდს რა. შესაბამისად უფრო ვართ კამპანიის ჭრილში რეალურად დამხმარე პარტნიორები, ვიდრე რაღაც მე უკვე ყოველდღიურობაში რაც არის თან სპორტია და აი ყველა ძალიან დიდ რაოდენობის მას მოითხოვს. ხო, ნუ ეგ შიდა გუნდის გარეშე შეუძლია. ხო, ანუ ვინ არიან, რა არიან, რატო არიან აქ, იმ კონკრეტულ ეტაპზე რა შვებიან. ეგეც მნიშვნელოვანია, რომ შიგნით გუნდში ისეთი ადამიანები არიან, მაგალითად ცალკე ყავს MMA-ის თიმი, რომელსაც იდეაში დღეს UFC პოპულარული არის საქართველოში. ძალიან დიდი დამსახურება აქვს მაგ ყველაფერში, სენატა სპორტს და ამ ადამიანებს რა. იმიტომ რომ თავის დროზე, თუნდაც მერაბდვალიშვილის პირველი ჭუბები არ ქონდა საერთოდ დიდი გამოხმაურება, არც ბევრი ადამიანი არ უყურებდა. რა თქმა უნდა, მათმა წარმატებამ ეს ყველაფერი გამოიწვია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მიიტან ამას აუდიტორიამდე. ზუსტად მაგიტო ვარ თავდაჯერებული ამ ყველაფერში და ვართ, იმიტომ რომ სპორტის ნაწილში უკვე თავიდან ბოლომდე ვიცით რა როგორ კეთდება, როგორ უნდა გავაკეთოთ. აქეთ ხარეს ერთვება პროდაქშენის ნაწილს, სადაც უკვე კამპანიებს ერთობლივი ძალებით შევქმნით და გავაკეთებთ. და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება უკვე მაგ რეჟიმში, სადაც საჭირო იქნება ედვენი ჩაერთვება. უფრო სპორტულ ნაწილში, მან უკვე ხო რაღაცა სენატას რესურსით და იმ ადამიანების, რომელსაც მან მუშაობენ, ძალიან კარგად გაკეთდება ყველაფერი. ხო, იმიტომ რომ მართლა მნიშვნელოვანია, ნუ მე კი სულ მაგას ვიძახი, რომ აი ვარი რომ რაღაც ბევრჯერ გამიგია, რომ რაღაც კონკრეტული სფერო უნდა იცოდე, რომ იქ იმუშავა, ხა სააგენტოში ვერ გესაცინო. ყველა სფერო არ გამორიცხულია. ანუ გაგვეკეთებია რაღაც კლინიკებისთვისაც და ექიმები არ ყოფილვართ და რაღაც ფარმაცევტულისთვისაც. თუმცა ეგ ზურგი, როცა გაქვს უკან მხარეს, რომ რაღაცა დაგაზღვევს, რომ ეს შენ სწორად გააკეთო, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სასაცილო ჩვენი პროდაქშენი არის გოგოებისგან დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, ყავს ბიჭები, მაგრამ უმრავლესობაში ვართ გოგოები და ჩვენი დამდგელი ოპერატორი არის ძალიან დაინტერესებული, როცა ეს ჯიუ-ჯიტსუ უყვარს, გადის ჩემპიონატებზე და შენ რო რაღაცა ესთეტიურის მიღება გინდა და რეალურად რო იქცოდა არასწორს აკეთებ და ნუ ეს იყო აი ბოლომდე მოტივირებული, რომ ეგრე არ შეიძლება და რომ დასრულდა, ანუ ეს რაღაც ორკვირიანი წარმოუდგენელი შრომის ჩადება.
ისეთი ტერმინები თუ საუბრობთ უკვე და ისე შეგვიძლია განვიხილოთ რაღაცა ჭუბი, რომ უკვე ძალიან ჩვენი გახდა და აი ეგ ნაწილი რომ დაგაზღვიონ ადამიანება, რომლებმაც ზუსტად იციან სპორტში რა არის, რა მოძრაობას რა ქვია. მაგიტო ვიზახი რომ დაწუნებული ვარ ამ პროექტის წარმატებაში, რომ ბევრი სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები, რომელთაც თავის საქმეში ძალიან მაგარი არის. და ეს ერთობა უკვე ქმნის რკენას, რაც შესაბამისად იქნება ის გლობალური და რეგიონალური, რაც ჩვენ გვინდა იყოს რა. ჩვენ პოდკასტში ყავს პარტნიორი ალმა, რომელსაც აქვს კითხვა ჩვენს ეპიზოდებში ხოლმე, რომელსაც ვაჟღერებ და ამ შემთხვევაშიც ეს კითხვა არის ზოგადად, რომ რა როლია გარე რეკლამას კომუნიკაციაში, ალბათ სააგენტოს მხარეს უფრო მარკეტინგულად შეიძლება შევეხოთ ამ ნაწილს, ხა არა მარტო ქართული შეიძლება რაღაც საერთაშორისო მაგალითი იყოს, მაგაზე პრობლემა არ გვაქვს, ხა რა კუთხით ვისაუბრებთ, უბრალოდ მე ბრენდის მხარესაც მაინტერესებს, მე თქვენი გადმოსახედიდანაც რა გამოსვლება არსებობს, იმიტომ რომ მე წინა ეპიზოდშიც ახლა სეტანტას ქონია სიტყვაზე ბევრი კამპანია, რომელიც უშუალოდ გარე რეკლამაშიც განხორციელებულა და ალბათ ანანოსგან დავიწყებ მაგ მიმართულებით. კი ბატონო, ხო, გარე რეკლამა ეხს ჩემთვის ისე რომ წარმოვიდგინო რატომ უნდა გამოიყენო, არის ის რომ ძალიან მასშტაბურობას ზენს ნებისმიერ კამპანიას. ანუ შეიძლება რკენა ეხლა ასე ჩვენ ვიწრო წრეში ხალხმა ნახა, პოპულარული გახდა, თუმცა რაღაცა ესეთ მასშტაბურად ესე უცებ ვერ გაიშალოს. ხო, შეიძლება გარე რეკლამაშიც ეს პირობითად სწრაფი კადრებით ესე დიდად აღქმადი არ იყოს, თუმცა რაღაცნაირად ეს ლოგო რაღაცა ხასიათი მგონია რომ დაამახსოვრდება ადამიანებს, ხო რა. და თვითონ შეგრძნების დონეზე მგონია რომ არის ეგ რომ ანუ თუ აი ეგეთი მოცულია კამპანია, ესე იგი რაღაც მასშტაბური კეთდება და ეს ამ შეგრძნების გამოწვევა ხშირ შემთხვევაში კონკრეტულად რკენა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ აქ ცოტა აი მანამდეც რო გქონია რაღაცა ბევრი მსჯელობა და შეხება რაღაც სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, ეგ ის იყო რაღაცა, რომ აი რა მართლა მასშტაბურია თუ რაღაც პატარა ორგანიზაცია და აი ამის წარმოდგენაში, რომ კი, ანუ ძალიან მასშტაბურია და რაღაცა ძალიან ფესტივალის ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ თავარი აი იმის გარდა რომ ეს იქნება ბრძოლა და იმის გარდა რომ ეს ივენთი იქნება რაღაც საბრძოლო სპორტული ივენთი, როგორი კამპანიაც არის რომ რაღაცნაირად რაღაცა გაფორიაქებს და უბრალოდ შენს გინდა რომ რაღაცა მონაწილე იყო, რაღაც გვინდოდა რომ ეგეთი იმიჯით შექმნოდა რა ამ ბრენდს და გარე რეკლამა ჩვენ შემთხვევაში გამოვიყენეთ და ალმასთან ერთად და ძალიან კარგად მუშაობს. ხო, ეგ რაღაცა იმას აძლევს, რომ აი იქაც ხდება და ესე იგი რაღაცა სერიოზული. ესე იგი რაღაც სერიოზული ხდება, კი. ეგ განწყობაა ზუსტად. ანუ რეალურად ეგ мотиваცია იყო, რატომაც მე ალბათ ხა ქალაქში ყველგან რკენა ხდება. ეგ мотиваცია იყო, თან ძალიან უხდება სპორტს და MMA-ის მსგავსი განთავსებები, ანუ ერთია რაღაცა ჩენელებში ხუჩას ძალიან უხდება. და მით უმეტეს ის ადამიანები, ვინც ალმაში მუშაობენ, ძალიან უყვართ ეს სპორტი და ამ ყველაფერით ხარს უჭერენ ამ სპორტის განვითარებას, ასე ვთქვათ რა. ჩვენთან ერთად გვეხმარებიან ამ ყველაფერში. კი, სხვადასხვა ძალიან ეფექტურია ხოლმე განსაკუთრებით ღამით, რომ ხოლმე ძალიან კარგად ჩანს მონიტორებს. იცი რა არის, მე მინდა რომ რაღაც უფრო გავყვებ ბოლოსკენ რაღაც აუცილებელი კითხვები მაქვს ხოლმე ჩემი სტუმრებისთვის და ერთ-ერთი არის მაგალითად ამ შემთხვევაში უფრო ალბათ ანანოს დაუსმა კითხვას. წლებია უკვე ამ ინდუსტრიაში ხარ, ამ productions უძღვები და ასე შემდეგ და საინტერესოა შენი აზრი, რას ფიქრობ ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაზე? სად ვართ, რა გვიჭირს, ვითარდება, არ ვითარდება, ანუ შენი ხედვა როგორია და როგორ შეაფასებდი დროის მანძილზე რა ვისწავლეთ, არ ვიცი. მე კარგად შევაფასებდი დადებითად. არ მგონია რომ რაღაც სტაგნაციაში ვარ, თან გაჩერებულები ვართ, იმიტომ რომ რა ვიცი, გარშემო ვისაც უყურებ, ყველა ცდილობს რომ რაღაც ახალი თქვას, იმაზე
მეტი თქვას და რაც მთავარია, ყველა ცდილობს, რომ რაღაცნაირად საერთაშორისო Mhm. ბაზარზე გავიდეს და ეს ვფიქრობ, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის. თვითონ ახლა ჩვენი ცოტა ისტორიაც კიდე უცნაური არის, იმიტომ რომ ჩვენ როცა დავიწყეთ, ჩვენ ძალიან დამწყებები ვიყავით ამ სფეროში და ბევრად მეტი დრო დაგვრჩიდა რაღაცების დასამტკიცებლად, ვიდრე სფეროში გამოცდილ გინდაც აგენტოებში ნამუშევარ ადამიანებს რა, ანუ არც რეკლამის გადაღება ვიცოდით, არც როგორ უნდა გვიმუშავა კრეატივის შესაბამისად, რაღაც ამ ისტორიიდან გამომდინარე, ბევრად დიდი დრო დაგვრჩირდა რა. საკმაოდ რთული არის, რაც შემიძლია თქვა ამ ინდუსტრიაში რაღაცნაირად აღიარების მიღება. საკმაოდ რატო? რთული პროცესია. რატომ ბევრი რაღაც განაპირობებს რა. ერთი ის, რომ მაგაში ხო იცი რაღაც თავიდან ფიქრობ, რომ ხო აი რატო ვერა, მაგრამ მე ფიქრობ, რომ ისეთი, ანუ რაღაც სათქმელი არ გქონდა რა ბოლომდე ნათქვამი. მაგრამ აი რასაც მინდა ხაზი გავუსვათ, აი ამ ვიდეო რგოლით რაღაცნაირად ძალიან დავფიქრდი მაგაზე და ისედაც რა, ანუ ამ სფეროში ძალიან ცოტა ეგოების ეგეთი სფერო არის, რომ ანუ ადამიანები ჯახია ხო, ეგოების. ადამიანები დებენ ინტელექტუალურ რესურსს და მერე ადამიანებს უნდათ ამ ინტელექტუალურ რესურსის დაცვა ყოველთვის რა. და თან მით უმეტეს პროდაქშენში, სადაც ჩვენ ვიყავით ძირითად გოგოები და ერთი ბიჭი, ამის დამტკიცება 1000 ჯერ რთული იყო. მე რაღაცნაირად ხასიათობრივადაც ის იყო რა, რაღაცა ჩვენ აი მართლა იმდენად ოჯახური გარემო გვაქვს და იმდენად რაღაცა წლები ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, რომ ჩვენ სეტზეც აი კლიენტი რომ მოსულა მაგალითად ძალიან ბევრს გონია რომ არასერიოზულად ვართ რა. უბრალოდ იმიტომ რომ სიამოვნებას ვიღებ და ვერთობით, იმიტომ რომ როგორც ახლა მეგობრებთან ერთად, ანუ სულ მეგობრები რო ხართ წარმოიდგინე. მე მაგალითად რაღაც მოწვეულ რეჟისორად არსად არ ვყოფილვარ, სადაც შეიძლება რომ მოგინდეთ რომ ვიღაცას თავი მოაწონო და რაღაც მოხდებთ რაღაც სხვა იერარქია. და აი აქ არის რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომ რაღაც დიდი ოჯახი მიდის გადაღებაზე და მიდის გასართობაზე. ანუ მაქსიმალურად სიამოვნებას იღებს და რაღაცა ანუ ამ ბევრმა რაღაცამ განაპირობა რა, აი ამ ვიდეო რგოლისთან მანამდეც რა, რაც შევამჩნიე და აი ძალიან სასიამოვნო იყო. ბევრმა ადამიანმა პირადად თუ ედუეზე თუ მართლა სფეროში ძალიან პროფესიონალ ადამიანებმა ძალიან სასიამოვნო რაღაცები, კომენტარები მოგწერეს და იმდენად ეგ საჭირო არის ისედაც და ცალკე ნიჭი არის, რომ როგორ შეგიძლია რომ შეაფასო გინდა სხვისი ნამუშევარი რა. იმდენად სასიამოვნო იყო, რომ რაღაც ის რო გიჩნდება, რომ ხო რა კარგი იქნებოდა, რომ აი უფრო ესეთი თავისუფლება იყოს, რომ ყველას რაღაცა გაზიარება შეგვეძლოს და ძალიან დიდი მადლობა მინდა მართლა ამ ადამიანებს გადავხატო, იმიტომ რომ მართლა ცალკე ნიჭი არის, რომ გააზიარო იგივე შენ იმაზე რა ქვია კონკურენტთან და უთხრა რომ ძალიან კარგია. ეს მგონია რომ ძალიან საჭირო არის დღეს ამ სფეროში. ხო, რაც გვაკლია, მგონია რომ ეგ არის, იმიტომ რომ იგივე ახლა რო ვფიქრობ, აი როგორც კი თქვათ ედვენს რაღაცა სხვა რესურსის შესაძლებლობა ექნება, აი აუცილებლად ძალიან ბევრი პატარა დამწყები ბავშვი იმუშავებს აქ, იმიტომ რომ გვაქვს ახლა ჩვენ კომპანიაში რაღაცა ჯენზი თაობა რომ შემოვიყვანეთ, აი სიტუაცია რაღაცნაირად გაცოცხლდა და რაღაცა საერთოდ სხვა ის მიიღო. და მეორე რეალურად ის არის, რომ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ და იმდენად გადაკვეთაში ვართ ყველაფერში, რომ მართლა ყველას წარმატება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სადღაცა საერთაშორისო ამბავზე ნებისმიერი ჩვენთაგანი გავიდეს, იმიტომ რომ აი მარტივად მახსოვს რაღაცა რეალურად ესეც ხდება. საერთაშორისო პროექტი რო ჩამოდის ქვეყანაში, ხატვარს ვერ იპოვი. ანუ ყველა დასაქმებულია, ყველა რაღაცა დოზით არის ამ პროექტით მოცული და რაც უფრო მართლა ესე მოხდება, რომ ბევრი კარგი პროექტი გაკეთეს, ბევრად გავცდეთ და ამით რეალურად დავასაპორტოთ ერთმანეთი და თუ ვინმე სადმე ხელი მიუწვდება პირიქით წინ წავწიოთ, გონია რომ რეალურად ძალიან დიდი საერთო საქმე გაკეთდება რა. ხო, ნუ მინიმუმი განავითარებს ინდუსტრიას რა რაღაცა. ხო, რა თქმა უნდა, ხა ჩვენთვის ნებისმიერი სხვა პროდაქშენის გასვლა, ნებისმიერი საერთაშორისო პროექტის გაკეთება, ანუ ჩვენი კონკურენტის რო აკეთებს ამ პროექტს, ჩვენთვის არის ძალიან დადებითად აისახება. იმიტომ რომ რაღაც ბევრჯერ გქონია კიდე შემთხვევა, რომ ვიღაცას ელაპარაკები რაღაცა სხვა ქვეყნიდან და გეუბნება რომ კი, ვიღაც ჩემები იყვნენ მანდ ჩამოსულები და გადაიღეს და რა თქმა უნდა, კარგად აისახება, ანუ ნდობა არის და მგონია რომ აი რაც უფრო ესე მოხდება და აი პროფესიონალებს შეუძლიათ მართლა რა, აი მართლა პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ ხოლმე რომ რაღაც ეგ ბიძგი მოგცენ და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გზაზე არ იყო რა ეგ იოლი და მახსოვს ეგ
დანა ხინჯი. ხინჯი რა რომ ხო. აი ცოტა დამეხმარე რა ცოტა რაღაცაში დამეხმარე რომ იქნებ მეც რაღაცა გამომივიდეს და რადგან მივიღეთ მინდოდა მე თქვა რომ ძალიან მნიშვნელოვანია და კი და ძალიან სასიამოვნო არის ეგ როცა მაგას. კი ძალიან ძალიან სასიამოვნო და შენ რო იმ ადამიანს უყურებ რაღაცა წლებია და შენთვის რო იქიდან რაღაც იმისკენ მიდიხარ რომ აი ნეტა როდესმე ესეთი გამოგვივა და მე ეგ ადამიანი რომ მაგას გიბრუნებს არ ვიცი რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ ყველა რომ გავცეთ და მით უმეტეს ეხა აი ძალიან ბევრი ახალგაზრდა რაღაც აი რასაც თქვი ბავშვებიც გვწერენ რომ რაღაცა სტაჟირება არ არის რაღაცა არ არის და აი რაღაცა იგეც ყოველთვის უნდა დააბრუნო რა იმიტომ იმ ადამიანს რაღაც мотиваცია ექნება მომავალში და ისე სფერო მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგად არის რამოდენიმეჯერ ხარ რაღაც ჩვენც დავდივართ ხოლმე ხან ფესტივალებზე ხან რაღაცა ისეთ ფესტივალებსაც უბრალოდ გვინდა რომ რაღაც სანაცნობო წრე შემოვიკრიბოთ არა მხოლოდ ნამუშევრით და ვისაც შევხედროთ ყველა მაგას იწახის რომ ქართული კრეტი არის კიდე სხვა და მგონია რომ უბრალოდ ეგ უნიკალურობა უნდა შევინარჩუნოთ და რაღაცნაირად ყველაფერში აი ცოტა ჩვენი ხასიათი თუ გამოჩნდება ჩვენი პროდუქტები სხვებისთვის იქნება საინტერესო თუ მათნაირს გავაკეთებთ არა მგონია რომ ძალიან დიდი შანსები გქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენი კი ბატონო, მე გიორგისთან მაქვს ახლა ესეთი კითხვა, ახლა ცოტა დავღალეთ და ინდუსტრიაზე საუბრით და რაღაცა უფრო ეს მაგარი დაღლილია ისე ჩვენ ჭიდაობით. იცი რა მაინტერესებს, აი შენ საუბრობდი ზოგადად რაღაცა პოტენციალზე და ასე შემდეგ და მესმის ეს ქართველი მებრძოლების წარმატება ახლა მერაბი, ილია და ასე ვთქვათ თემა საქართველოს გაიგო ამ სპორტის შესახებ ამ ადამიანების დამსახურებით და აი რო გვერდზე რო გადავდოთ ეს წარმატება და ეს ადამიანები აი საქართველოს პერსპექტივა რა არის აი MMA-ის მიმართულებით რა აი მოდი ესე რო ვთქვათ რა რაღაცნაირად რო შევხედოთ რომ აი რა პოტენციალი გვაქვს და რა დრო შეიძლება დაჭირდეს იმას რომ აი თუნდაც თქვენი ორგანიზაციიდან უკვე დაიწყოს რაღაც ექსპორტი მებრძოლების რა ანუ ხო ეგ მაგ ყველაფერს ხო რაღაცა შრომა დროში გაწერილი ამბავი არის და ალბათ რაღაც ფაქტორებიც არის რაც არის მე მნიშვნელოვანი რომ აი რაღაცა გამართლება რაღაცა უნდა გაგიმართოს ხო ერთია რაღაცა მებრძოლები და რაღაცა მეორე არის უკვე თვითონ პერსპექტივა ამ ნაწილის აი ქართველების გამარჯვება დამილოცე ღმერთო გვიდეს ანუ რაღაც ბოლოსკენ მინდა რაღაცა ეგრე შევაჯამოთ რომ საინტერესო სად იყურებით რა და რა გვაქვს კი ეს რესურსი მოკლე პასუხი რო გვაქვს ოკეი აუცილებლად გვაქვს იმიტომ გვაქვს ამის დიდი რესურსი რომ რაღაცნაირად ქართულ სისხლში ზის ეს ბრძოლა მაგიტო ვართ არ ვიცი ზოგადად ჭიდაობაში კრივში ინდივიდუალური სპორტი არა მარტო ინდივიდუალური რაგბი აიღეს სადაც ძალისმიერი სპორტები რაც არის ბევრ წარმატებას მიგვიღწევია და კიდე ძალიან ბევრს მივაღწევთ ამის გარდა საქართველოში არის ძალიან ბევრი კარგი სკოლა ძალიან კარგი ბევრი დარბაზი სადაც ახალი თავა მოდის იზრდება და უბრალოდ ჭირდებათ თქვათ რაღაცა სწორი პირობების შექმნა და რა თქმა უნდა როგორც თქვი გამართლებაც რომ უმაღლეს სწორლამდე მივიდნენ. თუმცა ძალიან ბევრი პროფესიონალი არის აქ, როგორც რაღაცა მწვრთნელები, მენეჯერები, აგენტები, ძალიან ბევრი ტალანტი არის. და ჭირდებათ პლატფორმა, რომელსაც ჩვენ გვქნით, საიდანაც უკვე ასე ვთქვათ მთელი სამყარო დაინახავს და აღმოაჩენს. ამიტომ ძალიან იმედიანად ვართ. რა თქმა უნდა, დრო დაჭირდება ეს ერთ დღეში და ორ დღეში არ მოხდება. თუმცა ეგეც MMA ისეთი სპორტია, კაცმა არის. შეიძლება არსაიდან უცებ შანსი მიეცეთ ძალიან დიდ ორგანიზაციაში რა. გააჩნია უბრალოდ როგორ წავა მოვლენები ის კონკრეტულ ბრძოლებში მათთვის, როგორ კომუნიკაცია ექნებათ ადამიანებთან. და ყველაფერს ერთობით და ერთობლიობით აუცილებლად გამო. კიდე ბევრი ახალი ვარსკვლავი გვეყოლება და ახალი ჩემპიონი საქართველოს. ძალიან საინტერესო არის ეგ და მე ხვდები რომ ძალიან რთულია საუბარი მაშინ როცა რაღაცების გამჟღავნება
არ გინდა და ერთიოჯერ არ ვიცი შეამჩნიეთ თითქოს რომ უნდა რომ ითქვას რაც არის სათქმელი, მაგრამ სამწუხაროდ ფორმატი და ეს ასე ვთქვათ რაღაც წესები ზღუდავს რომ გააჟღეროს ის სიკეთეები რაც ჩვენ წინ გველოდება და დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი ამბები გველის წინ მიჩვეულები ვარ ცეტანტასგან მოკლედ კარგ ამბებს. ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდა მებრძოლს გაიცნობს საზოგადოება და შესაბამისად თავიდანვე გამოუცხადებს ხარდაჭერას და გვერდში დაუდგება როგორც მაყურებელი, ასევე ბიზნესი, ასევე სხვა სფეროებიც. იმიტომ რომ მე ვთვლი რომ აქედანვე უნდა დაუჭიროთ ხარი, რომ იქ მივიყვანოთ ეს ადამიანები. კი ბატონო. იქ რომ მივიდნენ უკვე მე ყველას უნდა. ხო, მე კაია, მე ბრენდები კი ცოცხლ. იცი რა არის? ძალიან საინტერესოა, მე პრინციპში კიდევ აღნიშნავდი ჩემს კომპლიმენტებს ამ კამპანიის მისამართით. ძალიან სასიამოვნო ვიდეო რგოლი და მე მინდა რომ წარმატებები უსურვო ედვენს თავის საქმიანობაში, სეტანტას, რკენას, მებრძოლებს, რომლებიც უკვე იქ წარსდგებიან და ძალიან დიდი მადლობა მოკლედ სტუმრობისთვის, იმიტომ რომ მე ეს ვიდეო რო ვნახე ეგრევე დავიწყე ის რომ მეთქი ერთ თოქში ამაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენი პოდკასტი სწორედ მაგისთვის არსებობს, რომ რა კომუნიკაციაც, ვიდეოც და კამპანიებიც იქმნება საქართველოში, ვისაუბროთ მის შექმნის პროცესზე, მის მიღმაში და სამზარეულოზე, იმიტომ რომ ხანდახან ის არ არის, რასაც უბრალოდ ხედავთ, ხო? ანუ ვიდეოა ერთი, რასაც ემოციას იწვევს ჩვენში და ასე ვთქვათ, რაღაც განცდებს და იმ კონკრეტულ მესიჯს გვეუბნება, მაგრამ მის მიღმა იმდენი საქმე, იმდენი დღიანი გადაღებები, მუშაობა, ტანჯვა, წამება და ბრენდის ცალკე აქ სააგენტოს ცალკე, რომ მოკლედ ჩვენი პოდკასტი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ყველა კრეატორსა, სააგენტოსა თუ ბიზნესს დაუთმოს ეს ეთერი, ესე რომ ვთქვათ და გავშალოთ ხოლმე დეტალებში და ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესზე საუბარი თქვენთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა შენ გიორგი. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა და მეტი დეტალებით შეიძლება მომავალშიც მე გესტუმროთ, უკვე. კი, მეტი დეტალები აუცილებლად და მე უკვე რაღაცა ისინი ჩვენს საბსკრაიბერებს შეგვიძლია რაღაცები ვაჩუქოთ. აწუნებული ვარ. რაღაცა ვახეიროთ ხალხს. პატარა ჩუქებები? პატარა ჩუქებები გავაკეთოთ. გემშვიდობებით მეგობრებო, შევხვდებით უკვე შემდეგ კვირას, შემდეგ ხუთშაბათს ტრადიციულად დროებით. ეჯა